მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია TV+. მე კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ, ამ ტელევიზიის ჟურნალისტი. 19 დეკემბერს ტელეხიდის მეშვეობით სიმფეროპოლში TV+-სა და ფონდ ოდისეის შორის გაფორმდა მემორანდუმი. საქართველოს მხრიდან მემორანდუმში მონაწილეობას იღებდნენ TV+-ის გენერალური დირექტორი და მფლობელი კახაბერ ხურციძე და ექიმი ფსიქოთერაპევტი. ამ ტელევიზიის კრეატიული პროდიუსერი ბატონი გია სულაქველიძე. სიმფეროპოლში ფონდ ოდისეის მხრიდან იღებდა მონაწილეობას ბატონი ოდისეი ფიფია, რომელიც არის წარმოშობით ქართველი, ამას მინდა ხაზი გავუსვა. და 5-მდე ადამიანი, რომელიც იყო ყველა ქართველი. ხაზს ვუსვამ, ყველა ქართველი. ეს იყო მემორანდუმი მოიცავს საინფორმაციო გაცვლას, სხვა მრავალ კრეატიულ პროექტებს და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო საუბარი, მინდა TV+-ის მაყურებელს შევთავაზოთ ტელევიზიამ ის ვიდეო ჩანაწერი, იმ ტელეხიდის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ჩაიწერა თბილისსა და ასე ვთქვათ სიმფეროპოლში. ეს ჩანაწერი მოგვაწოდა ბატონმა ოდისეი ფიფიამ სიმფეროპოლიდან და უკვე დადგა დრო იმისა, რომ ჩვენ იგი ეთერში გავუშვათ. ბევრს აღარ შეგაწყეთ თავს. გთხოვთ, ჩართოთ ეთერი ვიდეო. ამ წლის 19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს ტელეკომპანია TV+-ის გენერალური დირექტორის კახა ხურციძისა და არაკომერციული ორგანიზაციის მეცნიერების, კულტურის და კინოს ხელშეწყობის ფონდი ოდისეის პრეზიდენტის ოდისეი ფიფიას ირინი სიმფეროპოლი შორის გაფორმდა ონლაინ მემორანდუმი. აღნიშნულის აღსანიშნავად ამ წლის 28 დეკემბერს ტელეხიდის მეშვეობით მოხდა თანამშრომელ მხარეთა აქტივის ონლაინ გაცნობა. ოდისეის მხრიდან მონაწილეობა მიიღეს ოდისეი ფიფიამ, ფონდ ოდისეის პრეზიდენტმა, ხელოვნების მოღვაწეებმა, ანდრო ჭანკვეტაძემ, გიორგი კეპულაძემ, რაშიდ მამედოვმა და სულიკო ცივილიშვილმა. მხარეებმა გაცვალეს იდეები და ერთმანეთს მიულოცეს დამდეგი ახალი წელი.